ეხა ის კაცი გათხოვილი კაცი და ესეც მისულა რუსთაველი. წვიმაში ეგ. წვიმაში შადრევანთან მოიხიბლა და მადლობა მთავრობას. მადლობა მთავრობას და რაზე უხდით ვის რა უხარია? ვის რა უხარია? ვის რა უხარია ზოგს რა ბედია. ძვირფასი ზაფხულის წვიმაა, მაგრამ რაც გამიხარდა ყველაზე მეტად პარლამენტის წინ სისარტყელის შადრევანი გაგვიკეთა ჩვენმა მთავრობამ და ისეთი გახარებული ვარ, მადლობის მეტი რამე თქვი. ნახე რა ლამაზი ფერები არის. აუცილებლად მოდით და პირადად ნახეთ. თუ გინდათ ამ ამინჩი არაფერი ძალიან თბილი წვიმა არის. აბა გელით. გველის გაშლილი ხელით. არ წავიდეთ მეგობრებო, კაცი გველოდება იქა შადრევანთან. მათხოვილი კაცი შადრევანთან რო გველოდება, არ უნდა მიხვიდე, უსინდისო შენ. არ უნდა მიხვიდე იქა? აბა? მე რატო არ მიდიხარ? რატო არ მიდიხარ ეს კაცი რო გიძახის? მე მომმართავ? დიახ, ამ კაცის დაძახებულზე რატო არ გადიხარ? აი რო გავიდე. გადი. ამ კაცის გვერდით ვიდეო და ლაივი ჩავტო. აი იცი როგორ ზარი რამდენ წამში შემოვიდა მითხარი გეყვაწები. არ ვიცი, მაგრამ მე რომ მაგრა დაგცინებ კი მაგრამ დაგცინებ. თან ესე პადრუჩკი რო ქონდეს გახსოვს. და ის კაცი არ მიდა შენი პადრუჩკი, ცოლი მყავს, მე ქმარი მყავს. ჭრელი ქოლგით მოვან, რა სისარტყელის ქოლგი. მაგაც ცოტა ის ხო ეშინიათ ქალების მაგაც სამყაროს ეშინიათ საერთოდ. არა, საერთოდ აი ეპიდარას კაცი. იმიტომაც არიან ნავები. ანუ იმიტომ წკავებენ ფეურს, რომ ეშინიათ. თავს იცავენ, ეგრევე თავდაცვა. არა, აი სიტყვაზე ვთქვათ, ეხა აი ეს ტიპი არის, რაღაცა ესე და გაიჩნდა მაგარი ქალი. და უცბად აი ბარშია სადღაც და უცბად ბარის ტოიკაზე ზიან და ქალი გაიჩნდა და ფლირტაობს რა ეს ქალი და ამ კაცთან ფლირტაობს და აი ცოტა შეეხო რაღაცა. ხო შეეშინდება. ხო, აბა რა იქნება ეს მაგისთვის არანორმალური. ხო? ბუნებრივი რაც არის და ნორმალური რაც არის, მაგათთვის ყველაფერი არანორმალურია და ყველაფრის ეშინიათ. ეშინიათ რწმენის, ეშინიათ ღმერთის სიყვარულის, ეშინიათ ქალის და კაცის ერთობის, ოჯახის სიწმინდის. ყველაფრის ეშინიათ აბსოლუტურად. რაც კი არის ბუნებრივი. ბუნებრივი. ნატურალური. და რაც კი პლასმასის არის, ყველაფერი უყურს. ის ყველაფერი ხო. ყველაფერი მათ მისაღებია. ვაიმე. კიდე კარგად ავართ რა. აბა ვინ აყავს? ეხა უდუმატო, დუმა. ორსულობის ცნობა. უდუმატ ხა, უდუმატ ეფსი ძახის. ვერცმე ვერ დავეწიე, მაგას ვინ შეიძლება დაეწიოს. ვერ მივხვდი რა. ეგ რასაც იძახი? ვინ ვისი? თან როგორი გამართული ტექსტით იძახის იქროზის. ანუ სერიოზულად რო იძახის. მუსიტანდა. რაღაც ტელევიზიის ეთერიდან. გადმომიხვიე. მომასმენინე ერთი წამ რას იძახი? მიდით აუშვით დუმაშვილი რა. ირაკლი კირცხალია გიგა ფარულავასგან ორსულობის ცნობას ითხოვს. ცნობას მოიტან ორშაბათს და მოიყო მშობლებს. გასაგებია. ზალ მიპასუხე თუ გასაგებია ეხლა. როგორ ერთია მას. ისია რას ლაპარაკობდა? ვის გავიგე ვინ ის? აი რა ვიკითხია. ორსულობის ცნობას ითხოვს ვიღაცის გან. კაცის როგორც მივხვდი ხო? რა ხდება? აუ არ ვიცი მართლა გეუბნები ალბათ რა. რა ხდება? აი კომენტარებმა იქნებ გაგოგებინოს რაღაც სამისალი კომენტარი ეს ზალი რომ ძალიან ზალია. ძალიან უდუმაშვილი. ძალიან უდუმაშვილია რა. ორსულობის ცნობა არაფერია, გიგა მიიტანს. ნასოსი არ მოითხოვა. აი და გუგაახურე მართლა ბავშვის სქესი არ უთხრას წინასწარ სიურპრიზად დარჩესო. დავიწვი ამათ საწოდაობით. მეც დავიწვი შოთა რა, მათი საწოდაობით რა. ძალიან უდუმაშვილი მაინც აბსოლუტურად სხვა ლიგაა რა. ნუ უკვეცავ სახელს. ეს არის ძალიან ზალ უდუმაშვილი. მაგრამ ძალიან ზალ უდუმაშვილი. ძალიან ზალ უდუმაშვილი. როგორ შეხარ ლის პლიზ გეგეჭკო. ეს ტიხარი უნდა გავაკეთოთ რა. ლის პლიზ გეგეჭკო. ძალიან მაგარია. ნუ დავნერგოთ ეს. ესე იგი მე ვიძახი ამას, ტიხარი რო კეთდება ეგეთი ლის პლიზ ამას გეუბნები და შენ მეუბნები მაინც მაჯობა. არ იქნება მაგარი იქნება ზა.
ხო და ზალი არა ზარი კაბინაზე ჯერ ვერ გადავა ზალიკოს არა მოუწურაო ხო რა მაქვს ამოსაწური ზალიკოზე რაღაცა უნდა მეთქვა გადამავიწყდა იცი რა რაღაცა უნდა მეთქვა ზალიკოზე და გადამავიწყდა უნდა ძალიან უდუმაშვილზე რაღაცა უნდა მეთქვა თქვი აი მე რა უნდა მეთქვა ნუ აღარ მინდა რა აღარ ტვის არ დავძაბავი ხა ამის გამო რა